კაკალი ამ სახეობის პროდუქტებს შორის ყველაზე სასარგებლოდ ითვლება და მეცნიერების განცხადებით, კარგი იქნება თუ მას ყოველდღიურ რაციონშიც ჩავთავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი რჩევის გათვალისწინება მოგიწევთ. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ შეძენილი ნიგოზი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მომწიფდა და რაც მთავარია, იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაშიც დოზირების გათვალისწინება მოგიწევთ. ის განმავლობაში 3-4 ლებანის 5-მდე შეიძლება ძალიან თავისუფლად თუ ამბობ სუფთაა. თუ ცუდია, ისიც ცოტა შხამის რო დაგროვდეს, ესეც დიდი რაოდენობა. კვირის განმავლობაში 100 გრამი, 150 გრამი ითვლება ჩვეულებრივ ნორმად. როგორც აღმოჩნდა ნიგოზში, ამ სახის სხვა ჯიშის კულტურებთან შედარებით გაცილებით მეტი და მაღალი ხარისხის აქტიური ანტიოქსიდანტია, რომელიც ადამიანს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს. მის ცხიმებში შედის უჯრედის ყინულმჟავი, რომელიც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევენ და განსაკუთრებით აღსანიშნავია ომეგა-3. ომეგა-3 ცხიმოვანი რომელიც სიცოცხლის ელექსირია, ესე ამბობენ, თავისი მნიშვნელობით გამოარჩევენ, აგრეთვე მასში ვიტამინების შემცველობით, მიკროელემენტების შემცველობით და ყველა იმ ძვირფასი ნივთიერების შემცველობით, რომელიც შეიძლება რომ ადამიანმა მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ნიგოზს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, მოერიდეთ იმ პროდუქტის მიღებას, რომელიც გზასთან ახლოს გაიზარდა. ამ შემთხვევაში თქვენ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნით. ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც შეიძლება კაკალთან მიმართებაში დაისვას, ეს არის უმეტესად გზის პირას განლაგებული კაკლები, ეგრეთ წოდებული დამცავი ზოლი, რატომღაც გარკვეული პერიოდის წინ გააშენეს კაკლები. გზის პირას არსებულ პროდუქტებში, ანუ მოყოლენ პროდუქტებში 50-60 ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმებს, ესე იგი მასში აი კონკრეტულად რო ვთქვა, ტყვის ჟანგის შემცველობაზე. თავის ტვინზე ზემოქმედებს. იწვევს მეხსიერების დადაბლებას, ასე ვთქვათ, იწვევს სისხლის მიმოქცევაში, სისხლში აბსორბირდება. სისხლის გამო გულსიზრდათა დაავადებებს, რომელშიც ძალიან თირკმელებსა განსაკუთრებით ფილტვებზე. ანუ ესე იგი თითქოს მთელ ორგანიზმზე ის ძალიან ცუდ ზეგავლენას. თუ ნიგოზის სასარგებლო თვისებებმა მოგხიბლოთ და ეკოლოგიურად დაბინძურებული პროდუქტის შეძენა არ გინდათ, გაითვალისწინეთ, რომ კაკლის რაფინირებულ ზეთში მავნე ნივთიერებები უკვე აღარ არის, ასე რომ საკვებ რაციონში მისი ჩართვა თამამად შეგიძლიათ.